ადამიანის ჯანმრთელობა კომპლექსური საკითხია, თუმცა არსებობს 5 ფუნდამენტური პრინციპი, რომელთა დაცვაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობისთვის. აქ მოცემულია ის 5 ძირითადი რამ, რაც აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. 1. ბალანსირებული კვება. სწორი კვება არ ნიშნავს დიეტას ან შიმშილს. ეს გულისხმობს ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების მიწოდებას. რაციონის მრავალფეროვნება, მიიღეთ ცილები, ჯანსაღი ცხიმები, ნახშირწყლები, ხილი და ბოსტნეული. შეზღუდვები. შეამცირეთ დამუშავებული პროდუქტები, ჭარბი შაქარი და ტრანსცხიმები. რეჟიმი. ეცადეთ მიირთვათ საჭმელი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, რათა მეტაბოლიზმი გამართულად მუშაობდეს. 2. რეგულარული ფიზიკური აქტივობა. მოძრაობა აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუნთებისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის. ზომიერება. კვირაში მინიმუმ 150 წუთი ზომიერი აქტივობა, მაგალითად სწრაფი სიარული, ან 75 წუთი ინტენსიური ვარჯიში. ყოველდღიურობა. თუ ვარჯიშს ვერ ახერხებთ, უბრალოდ ფეხით იარეთ მეტი და მოერიდეთ ხანგრძლივად ჯდომას. 3. ხარისხიანი და სრულფასოვანი ძილი. ძილი არის დრო, როდესაც ორგანიზმი აღადგენს ენერგიას და არემონტებს უჯრედებს. ხანგრძლივობა. ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებულია 7-8 საათი ძილი. ხარისხი. მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა, დაწოლა და გაღვიძება ერთსა და იმავე დროს და მშვიდი გარემო. უძილობა პირდაპირ კავშირშია იმუნიტეტის დაქვეითებასთან და სტრესთან. 4. წყლის, ანუ ჰიდრატაციის სათანადო დონე. წყალი მონაწილეობს ორგანიზმის თითქმის ყველა ფუნქციაში, ტემპერატურის რეგულირებით დაწყებული, საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებით დამტავრებული. რაოდენობა. ინდივიდუალურია, თუმცა ზოგადი წესით დღეში დაახლოებით 2 ლიტრი წყალი, ანუ სითხე არის რეკომენდებული. ნიშანი. თუ წყურვილს გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმს უკვე აკლია სითხე, ამიტომ ეცადეთ წყალი რეგულარულად დალიოთ დღის განმავლობაში. 5. მენტალური ჯანმრთელობა და სტრესის მართვა. ქრონიკული სტრესი ანადგურებს ფიზიკურ ჯანმრთელობას, იწვევს ანთებით პროცესებსა და ჰორმონალურ დისბალანსს. დასვენება. გამონახეთ დრო ჰობისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისთვის, ან უბრალოდ შიჩუმეში ყოფნისთვის. ემოციური ჰიგიენა. ისწავლეთ არას თქმა ზედმეტ ვალდებულებებზე და მიაქციეთ ყურადღება თქვენს ემოციურ მდგომარეობას. გაითვალისწინეთ, ეს 5 კომპონენტი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. მაგალითად, უძილობა ზრდის არაჯანსაღი საკვების სურვილს, ხოლო ცუდი კვება ამცირებს ვარჯიშის ენერგიას.